გუშინ რაც ხდებოდა თვალჭრელიძის ქუჩაზე, ნამდვილად კიდევ ერთხელ ვიტყვი ამ ვიდეოში, რომ არის უდიდესი კატასტროფა და უდიდესი გამოწვევა. მაგრამ მან ვფიქრობ, რომ რაღაც საკითხები არის, რაც გაცილებით უფრო მტკივნეულია და თავშივე ვიტყვი, რომ რაღაც შემთხვევებში სამართალი დგას კანონზე მაღლა და არ შეიძლება, რომ მართლმსაჯულება მხოლოდ რაღაცა კონკრეტულ კანონახსრულებას ექვემდებარებოდეს და დაცლილი იყოს ყველანაირი სამართლებრივი მორალური ფაქტორებისგან. მინდა ერთ შემთხვევა გამოვყვა, გუშინდელ ვიდეოში ვამბობდი, რომ ამ ამბავს განსაკუთრებით სენსიტიურს ხდის ერთი მომენტი, რომ 58 ადამიანი გამოსახულებულებიდან არის დევნილი. შესაბამისად განსაკუთრებული სიფაქიზეა ამ საკითხთან დაკავშირებით საჭირო და განსაკუთრებით დიდი ჩართულობა აქვს სახელმწიფოსი საჭირო. უბრალოდ ერთი შემთხვევა მინდა გამოვყო განსაკუთრებით, ეს არის ვეფხია ფაცურიას ამბავი, რომელიც თავად არის დევნილი, მისი ძმა არის აფხაზეთის ომის ვეტერანი. მან მიიღო მართალია 2018 წელს ბინა, თუმცა ძმის ავადმყოფობის გამო მოუწია ამ ბინის გასხვისება, როგორც თავად აცხადებს, ასევე მისი სიძე, რომელსაც ასევე არ აქვს ბინა ჯერჯერობით მიღებული და ამ ადამიანის შემთხვევა არის კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებით უფრო და უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება, რაც უფრო მეტი დეტალი იკვეთება ამ საქმის გარშემო, იმიტომ რომ როგორც პირადი ამბებიდან ირკვევა, მან თავის დროზე როდესაც მისი ძმა, რომელიც დღეს ავადმყოფობს, ზრდიდა ამ ადამიანის შვილებს და სწორედ ამის გამოც მოხდა, რომ სხვა არჩევანი არ ქონდა, თუნდაც ავადმყოფობის გამო მოუწია, რომ დაჩქარებულად დაეთმო ბინა, ვინოიდან თავად ამ ადამიანმა მოკლა ქალზე მოძალა და 4 მამაკაცი და თავისებურად დაიცვა ამ ქალის ღირსება, ეს ქალი გააუპატიურეს და შეიცადა, რომ თავისებურად დაიცვა ამ ქალის ღირსება. მე არ ვამბობ, რომ ვიღაცის შემთხვევა ვიღაცაზე მეტად ან ნაკლებად არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ ის საკითხი, რომ ადამიანი ღირსების გამო, საჯარო ინტერესის გამო გიწევს რაღაცის დათმობა და დაკარგვა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ამ საქმის უფრო მეტი დაპრიორიტირება და აქ არ არის იმედრე, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, გასაგებია 58-ივე დევნილია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა რაღაცების დაპრიორიტიზირება უნდა მოხდეს და არა ის, რომ და კი ზუსტად კანონი ამ შემთხვევაში არ არის უმაღლესი მიზანი. კანონი არის უბრალოდ ინსტრუმენტი, რომელიც აწესრიგებს საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს და ის არის მხოლოდ ინსტრუმენტი იმისთვის, რომ დადგეს სამართლიანობა და არა უმაღლესი თვითმიზანი. ამიტომ მხარს უჭერ, რომ ამ ადამიანს გადაეცეს მეორე კი არა, მეათე ბინაც, მაგრამ ამ შემთხვევაში შევჯერდეთ, ვეძიშ ვახდით აღმერთს ამოდივარ. ამ შემთხვევაში შევჯერდეთ მეორე ბინაზე დროებით.